გამარჯობათ, ისევ ერთად ვარ ჩვენ და ისევ ბატონ ზალს რაღაც გარკვეული შეკითხვები აქვს აი იმ გასულ გადაცემასთან დაკავშირებული. ჩვენ ვისაუბრეთ მიესალმეთ ბატონი შე ჩვენ მოგროლეს და ჩვენ ვისაუბრეთ წინა გადაცემაში მაზუთის ასე ვთქვათ რაობის შესახებ და შავზღაზე მისი ასე ვთქვათ გაჯვნის შესახებ. დღეს ჩვენ მისაკეს დავუბრუნდეთ, მაგრამ ჩვენ გქონდა საუბარი წინა წლის ბოლოს იმ საშინელ ვირუსზე, საშინელ დაავადებაზე, საშინელ პანდემიაზე, რომელიც უახლოვდება მსოფლიოს. ამას ქვია SPARS. რატომ დაარქვეს SPARS და ვინ დაარქვა ამ შესაძლებელი არის. ახლა შორს არ იმაზე რომ SPARS-ელებს უკავშირდება სახელს, საერთოდ არ უკავშირდება, მგონი, მაგრამ ეს არის SPARS-ი, რომელიც მილიარდი ადამიანი უნდა დაავადოს დედამიწაზე. და რაც ყველაზე საშინელია, მოქმედებს თავის ტვინზე და ყველაზე უფრო საშინელი მოქმედებს ბავშვებს. ესე იგი, ჩვენ ველოდებოდით ამ შემოჭრას სოფლიოში 2025 წლის პირველი თუ 10 მარტიდან. მაგრამ შემდეგ ჩინეთში მოხდა რაღაც და ბატონოგიამ თქვა რომ ეს ხო არ არის და ახლა მინდა ვკითხო ბატონგეს იყო ეს SPARS იყო თუ სხვა რამე ვირუსი იყო რომელიც ჩინეთში შემოიჭრა. მაგის თქმა ძალიან მიჭერს მე. იმიტომ რომ როგორც მე ვიცი SPARS-ი არის ხელოვნურად შექმნილი და ჩინეთში რაც იყო ალბათ არის ბუნებრივი, რაც ხდება იგივე ვქოთ ეკოლოგიაში დედამიწაზე. აუცილებლად როგორც ადამიანი გადის რაღაცა ევოლუციის გზა, ესევე გადის გზას ნებისმიერი ბაქტერია, ნებისმიერი ვირუსი. იმასაც იცით სურვილი აქვს რომ იყოს მუდმივად და ერძებს გზებს როგორც ვთქვათ გადაიტანოს რაღაც გარკვეულ უარყოფით მომენტებს რომელიც შეიძლება ექიმები შექმნილი ან ვთქვათ მეცნიერების როგორც მოხდა ვთქვათ იგივე ანტიბიოტიკებს ადამიანი სვავდა ანტიბიოტიკებს და ის ბაქტერია რომელიც უნდა ვთქვათ ანტიბიოტიკს მოეკლა ის ბაქტერია შეისწავლა ეს ანტიბიოტიკი და ეს ანტიბიოტიკი მის მაგივრად რომ მოკლას გაანვითარა. ხო, ბაქტერიამ შეისწავლა ანტიბიოტიკი, ხო? კი, ხდება. მე მოიგონეს მეორე ანტიბიოტიკი, მე მესამე და ესე არის სულ. ვინც გადახედავს ამ ისტორიულ მომენტს, მიხვდება რომ ჯერ ერთი ანტიბიოტიკი შემოვიდა, იმის მერე შემოვიდა ალბათ უკვე 100 სხვადასხვანაირი ანტიბიოტიკი და ეს ანტიბიოტიკის ვთქვათ სვლა კიდე მომავალშიც მოხდება. იგივე არის ვირუსთან. და ისევ ჩვენ რო ვთქვით გადაცემაში რომ ქრომოსომის დონეზე ჩაწერილია 95% ინფორმაციის რომელსაც ზინავს და ჩვენ თუ გადავხედეთ ისევ სამყაროს კვანტური მექანიკის საშუალებით აი ამ ვთქვათ ფილოსოფიურად რა ხდება სამყაროში და რა პროცესები მიმდინარეობს აი კვანტური მექანიკის საშუალებით მიხვდებით რომ ჩვენი უჯრედი ნებისმიერი ცალ-ცალკე თელ სამყაროს ინფორმაციას ფლობს. თავარია გავაღვიძოთ ეს ინფორმაცია რაღაცა საშუალებით, რომელიც არ ავნებს თვითონ ორგანიზმს. გავაღვიძოთ და თვითონ ორგანიზმი გამოიმუშავებს იმ რაღაც გარკვეულ საშუალებას, რომ ნებისმიერი ვირუსი. საქმე იმაში ბატონი რომ ბატონია საკ ამ SPARS-ის გასაუნებელყოფილი წამა ესე რომ რომელიც გაუნებელყოფს ამას მოსწრებს განადგურს როგორც COVID თავის დროზე ნიორით არჩევდა COVID პოლის დონეზე აითო სასწრად COVID რომელიც ამის თელი მსოფლიოს შემოსრა იმის რა ქვია ნივრის ხელსაყრელით არჩევდა თავის დროზე შემოსრა აი თქვენ რო ბრძანეთ ამ აპტიაკებს აი ნიორი დაეკიდა და ერთი 70% 80% დაეკლებოდა და დედამიწას ზოგადად ეს გრიპი საქმე იმაში რომ არის ამის და ვესაუბრთ ამ შესაძლო ფართოდ ადმოგი აი რა საშუალება არსებობს SPARS-ი დასამარცხებლად. იცით რა არის, აი როგორც მე ხო ვთქვი, SPARS აქვს თავისი, ესე ვთქვათ, იდეა, ხო? თავისი ელექტრომაგნიტური ველი. ისგან შექმნილია ყველაფერი ზოგადად სამყაროში. რაღაც გარკვეულ ველს ყველაფერი იძლევა. даже ის რაღაც გარკვეული ნივთები, რომელსაც ჩვენ მგონია რომ გვტარია. ამ დროს ის მაინც რაღაც გარკვეული მინიმალური ჩვენთვის მინიმალური ჩვენი გაგების მინიმალური რაღაცა გარკვეულ ინფორმაციას იძლევა სამყაროში და მთელი სამყარო როგორც ეს ვთქვათ ნივთიერება დაკავშირებული ერთმანეთთან არის აქ მთავარია გამოვიყენოთ
ეს ტალღა იმ მიმართულებას, რომელიც ჩვენ გვჭირდება. იცით რა საინტერესო თემა არის, ხო, ეს ცნობილი ფაქტია, ელექტრონს და ბირთვის შორის ხო რა პატარა მანძილია, ხო? ნუ ზოგადად 10-10 ხარისხი. თვალით ვერ დაინახავ. ნაკლები, ხო. აი ამ სივრცე წამის 1/4-ში ტალღები არის 10-50 ხარისხი. ეს ისეთი ციფრია, რომ ამდენი მოლეკულა თბილისში არ არის. არა. და ეს უღაფერი ხდება ნებისმიერ ატომში. და სულ ყველა ამ ტალღას აქვს თავისი დანიშნულება, თავის მისიას ასრულებს. აი იქ რო შეეზრები ზოგადად ბოდიშგიხდით. ხო, გასაგებია. მაგრამ იქ რო თქვათ მიხვდები, რომ აი იქ უნდა შეცვალო აი ეს ტალღა, იმიტომ რომ ეს ტალღა გამოიწვია ეს დავადება, თვითონ ატომი შეასრულებს თავის ფუნქციას. ანუ ეს პარს რატო ახსენებ და ბატონი დიშეს და რატომ მინდა ამ შესახებ საუბარი თქვენთან ერთად, მოდა როცა სპარს შესახებ გავიგე, მე მეგონა აბათ იმ სპარსელებზე მოხარეთ თქვა და ხო გამახსდა პირველ რიგში ბატონი ედიშე რომ ზებრათიც რომელი ბუჩი ძირას რომელი მოხტური მოკლეს ქართველებმა თავის დროზე ხო და მაგრამ მე მივხვდი რომ მარტო ბატონი ის სისტემა არის აბა მანდ ხელასით ახლა რასაც ჩვენ უსმენთ ასეთ რამეს საუბრობთ თორსა მე რა მინდა იცი გითხრათ ახლა ჩვენ გადავიტანეთ ეს კოვიდი ადამიანთა ჩვენი კაცობრიობამ გადაიტანა სადღაც დაიწყო 2021 წელი ხო 2020 წლიდან მოხდებული 3 წლის განმავლობაში იყო მთელი მსოფლიოს მასშტაბით მე ვიცი რომ 1000 ეს შესაძლოა ბატონმა ბრძანა ხელოვნურადაც ყოფილიყო გამოწვეული და აქეთკენ მიდის დღევანდელ დღეს საუბრები და ალბათ გუშინდელი დღის შემდეგ უფრო მეტად აქეთკენ წავა და ალბათ ამ შესახებაც დადგება როდესაც საუბრობთ ჩვენი სამშაბათში იყო ტრამპის ინაუგურაცია. ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ კიდევ უფრო მეტად და მეტად წავა. იმიტომ რომ აქეთკენ მიდის საუბრები და რაც უფრო მეტი დრო გავა, უფრო მეტად დაწმუნდებიან ადამიანები, რომ ეს ასე იყო და ამის ერთ-ერთი დამადასტურებელი ფაქტი შეიძლება იყოს ისიც, რომ ამ კოვიდი ეპიდემიის შედეგად ზოგიერთებმა მილიარდები იშოვეს ჩემო ბატონო და ამის დამადასტურებელი და ბევრმა სამსახური დაატოვეს სამხედრო და აღადგინა კი ბატონო და მეორე ამბავი და კიდე გითხრათ თავად ევროკომისიის პრეზიდენტი რო არის ის ურსულა ფონ ლაიანი მის მეუღლეს 35 მილიარდზე ედავებიან და ალბათ უფრო მეტად წავა ამის შესახებ გამოძიება რომ ის წამალი რო იყო ათრის საშუალებები აი იქეთკენ რაღაცა იქ მაქინაციები კეთდებოდა. რა დოლაპარაკობ ახლა ამას? იმიტომ რომ მე ვიცი რომ ბატონ გიას ჰქონდა შესაბამისი მეთოდი ამის მიმართ გამომუშავებული, რომელიც თქვენ საკუთარ თავზე გამოგიცდიათ, ხო? კოვიდი. და რომელმაც ფაქტობრივად ყოველგვარი აცრისა და ყოველგვარი ამ იმის წამლობის და ასეთ გარეშე წვეთებით შეძლო გამოჯანმრთელება. ახლა ეპიდემიები რა თქმა უნდა ერთი არ ყოფილა კაცობრიობის ისტორიაში, 1000 მახსოვს ძალიან კარგად შავი ჭირს ეძახდნენ მას ადრე 1456 წელს საქართველოს ისტორიაში აღმოსული არის ის რომ შავი ჭირი მოედო ქვეყანასა ზედაო ჩემო ბატონო და მე თვითონაც ერთი რა მიმუშავია სათანადო dobra აი მაგალითად რომ იყო ეგრეთ წოდებული ყვავილის ეპიდემია ხო მინახია დოკუმენტების შორს არა მდივართ ასაც რაღაც ერთი 150 წლის წინ მაგალითად დასავლეთ საქართველოში მიმუშავია საეკლესიო დოკუმენტებზე და 900 გადაღმაო ჩვენში იტყვიან და ტერს და ავსასო ეშმანდა ბღალავსას ეს ბატონო იქეთ იყოს ერთი ოჯახიდან მინახავს რომ ერთ დღეს 4 და 5 კუბო იქნა გადანილი ეს იყო და არის და იქნება მაგრამ დღევანდელ დღეს ზოგიერთების ეს ფულის წყაროდ იქცა და შემოსავლის წყაროდ იქცა ამიტომ მე გასაკვირი არაფერი არ არის იმაში რომ ისეთი პიროვნება როგორც ჩვენი ბატონი გია არის რომ მას შემუშავებული კონდეს ამისათვის შესაბამისი სამკურნალო საშუალება რომელიც თავიდან აღვაწილებს ამას და ახლა ის სახელწოდებაზე ჯერ არის როგორ იცით აი ბიბლიაშიც არის ეს კარგად ნათქვამი პირველად იყო სიტყვა და მერე იყო ღმერთიო
ხო, ისა მე იყო საქმე, პატი, მე იყო საქმე. ასევეა ზუსტად ამ სიტუაციაში. ნახეთ, როგორ შემოდის, პირველად შემოდის იდეა, აი უნდა იყოს ეს ეპიდემია და მერე თანდათანობით უნდა მოყვეს საქმე. გაავრცელებენ ამას ეს ძველთაგანვე ცნობილი მეთოდია, როგორი რეაგირება იქნება საზოგადოების, რა იქნება, როგორი იქნება და ამის შემდეგ ჩემოგიფასო მეგობრებო, მოდის ის, რომელიც ცუცად ზოგიერთები და ბევრი ვინმე რაღაცა საკუთარ კეთილდღეობას იწყობს. ამიტომ ნამდვილად საშური არის ეს ამბავი და რომელიც ბატონ გიას აქვს თავად დამუშავებული და ამისათვის საჭირო არის შესაბამისი ხელსაყრელი პირობები ამ კაცისათვის და საზოგადოების ინფორმირება, რომ აი ნიუ-იორკზე თქვა, ახლა მე პირველად გავიგონებდი მომადონა, ესე იგი მტკიცდება კიდევ ის, რომ რადგან წარმოშობის ბუნება მისი საწინააღმდეგო ისევე ამ ბუნებაში არის. აუცილებლად ნებისმიერ ვირუს, ბაქტერიას რაღაც გარკვეული ზოგადად მცენარე იქნება თუ ნივთიერება იქნება, მაგისთვის არის როგორ მიგნება ჭირდება მას? კი, მაგისთვის არის დამღუპველი და ნებისმიერ ვირუს, რომელიც ესე თქვა დაფრინავს ხაერში და იმიტომ დადიან პირბადეებით, ხეშინი ამ სონის ან ესეც ხო ელექტრომაგნიტური ველია საბოლოოდ. ეშინია და შორდება კაც, რომელსაც აი სონი გამოდის. ბატონ გიას კონდა ერთადერთი პირბადე მთელი ამ კოვიდის განმავლობაში. ისიც რატო ერთხელ იკეთებდა, როცა მაღაზიაში ჩავშენდნენ პირბადის გარეშე. თორე ამის ცხვირზე ჩვენ პირბადი არ გვინახავს საერთოდ. ეს არალოგიკურია, იცით. მტერი თუ არ შემოვიდა შენში, ორგანიზმი არ იცის რომ ეს მტერია და ვერ გამოიმუშავებს იმ რაღაც გარკვეულ ნივთიერებას, რომელიც უნდა ებრძოლოს ამ მტერს. ეს მტერი უნდა შემოვიდეს. ეს აცრები, როგორც თქვენ ბრძანეთ, ეს ხო დიდი არალოგიკური ფაქტია. რას უკეთებ ადამიანს? იმუნიტეტს კლავ? კი, დღეს ერთი ვირუსი და ხოლმე მეორე წარმოიქმნება, მაგრამ ამ საწყალ კაცს იმუნიტეტი ბრძოლის აღარ აქვს. ჩვენი გაცნობა მოხდა ზუსტად ამ პირბადესთან დაკავშირებით. და ეს ადამიანს სპეციალურად კეთდება ალბათ. ერთი ბოდიში ბატონო, ერთი რამდენი მოგებაა მარტო იმ პირბადისაგან, ხო წარმოგიდგენია წელი მსოფლიოს მასშტაბით. ხო და თავიდან პირველ შეხვედრა რო იყო, აი გავარდა ველოდებით ახლა ვიღაცებმა მოვიდნენ ოფისისინ და მე არ ვიცოდი მაშინ. გინება დაიწყო, იქიდან როგორც დაგვინახა პირბადიანი. და შეაგინა იმათ, ვინც ამ პირბადის გაკეთება მოიგონა და თან გვარების დაასახელა. ვინც უკნავის მოწამეებს საქართველოში და თქვა რომ ამ იდიოტებმა ის ვერ გაიგეს რომ ნორმალურად უკვე რა ხავს ასწავლონ ნორმალურად. აუხსნა როგორ უნდა მოიქცნენ და ეს გაგუდული ხალხი არ შეხვდეს ზარში. ხო და მე მოაყოლა დარჩენილი ყველაფერი ამას. თვითონ პირბადე რას იწვევს? ბაქტერიების რაოდენობის ზრდას. და საწავა ეს ბაქტერია ისე უკან დაბარდება. ხო, მათ მეუბნებოდით მე თქვენ მას რა. და ისე შიგნით ბრუნდება. აუცილებლად და რაოდენობით გაიზარდნენ ზოგადად. და ორგანიზმს აღარ აქვს საშუალება რომ ებრძოლოს და ამით ისე სუსტდება და არ ვიცი ნუ ეს იცით ეს ლოგიკა ნუ არ გიჩვენე მაგრამ ასაკ პირ როგორ მოხდეს სახელმწიფო და გაიგეთებე პირდადე კანონი იყო არ გახსოვთ იმუნიტეტის ისა გაძლიერებისათვის მე ვფიქრობ ახლა როგორც კიდევ ავტიქცერებ არაპროფესიონალი არასპეციალისტი აქ უნდა იყოს თავალი რა მიმართული იმუნიტეტის გაძლიერებას აუცილებლად როცა კოვიდიდან გამოვედი მდგომარეობიდან კოვიდი მიწეთის საბატონოში და ექიმს უთხარი ჩემ კურნალებს სამწინვალე ექიმი რო ჩემ უთხარი რომ მე უთხარი აქეთან მოწევი და გენერალში გენერალში თვითონ აქ რა გინდა ასე აღარ დაფიქრებულა და ვიცი გიყან ჩემ ყველა სწორი წამოით ამადამ კასტემეთკი და მართლა რომ უთხარ ხელახლა ვისწავლეთ ფეხი არა მარტო გენერალში კიდე ბევრი ძალიან ჭკვიანი და ბევრი ექიმი მაგას აჯობია მაგრამ ჩვენ სპასან აღარ წავსულობთ ესე ვთქვა ესე იგი რა საშუალებებით უნდა ებრძოლო ახლა ეს ახალი ეპიდემია რო შემოდის და რა არის აი ნახეთ ისე უბრუნდებით კვანტურ მექანიკაში რატომ ჩვენ ლაპარაკობთ რომ აქ რაღაც გარკვეული პრობლემა ხდება ატომის დონეზე ახლა სამწუხაროდ მთელ ადამიანობას ისე ასწავლიან და ინფორმაცია აძლევენ
რომ ზოგადად ორგანიზმს როდესაც აკლია ენერგია, მაშინ იწყება პრობლემა. თურმე ეს არის ტყვილი. რატომ? თურმე ზედმეტი ენერგია კლავს ყველაფერს. ზედმეტი ენერგია არის სიბერე, ზედმეტი ენერგია არის დაავადება, ზედმეტი ენერგია არის სიკვდილი. და ლოგიკურია. აი პროსტო წარმოიდგინეთ. შენ სხეულში, თქვენ სხეულებში რამდენი ატომია? რაოდენობრივად. და სულ ყველა ეს ატომი მოძრაობაშია. და ჩვენ ვიცით რომ ნებისმიერი მოძრაობა გამოიწვევს რაღაც გარკვეულ ენერგიას. და გამოდის რომ ჩვენთან გროვდება ენერგია, რომელიც ორგანიზმი როგორღაც უნდა მოიშოროს. და იგივე მომენტი არის ვირუსი. მაგასაც აქვს რაღაც გარკვეული ენერგია, რომელიც საშუალებით თქვა ცოცხლობს და მრავლდება და თავის რაღაც უარყოფით ფუნქციას ასრულებს. აი უნდა მოინახოს ესეთი ენერგია, რომელიც მარტო აი ამას ამ ვირუსს მისცემს ზედმეტ ენერგიას. რო ის დაიღუპოს. რო დაიღუპოს, ზედმეტ ენერგია კლავს. ამ შემთხვევაში კონკრეტულად როგორ უნდა მოიქცეთ? აი ამიან ბატონი დიჩე როცა უნდა ეგ ვირუსი უნდა ავიღოთ და მაგისგან უნდა გაკეთდეს სამალი. ამოვიღოთ ეს ენერგია ვირუსისგან. ჩვენ უნდა გააკეთოთ სამალი, ჩვენ უნდა დავლიოთ. ვირუსისგან ამოვიღებ ენერგიას და გავამრავლებ. რაღაცა, დონემდე იქნება ეს ენერგია და მე მივაწოდებ ნებისმიერ ადამიანს. ის დალევს წყალს და ორგანიზმს ეკნება უკვე აი ამ მტერის საწინააღმდეგო კომპონენტები გამომუშავებული. აი ძალიან იოლი. თქვენ მე კარგად მახსოვს ქალბატონში ინვერი ქარსელას იმწევით და თქვენ შესახებდა სანამ თქვენზე დავიწყებთ წერაზე მე 3 წიგნი მაქვს ბატონგიეს შექმნილი და ესე იგი თქვენ აძლევდით რეცეპტს. წერია ეს. კოვიდის წინათ, კოვიდი არსად არის, მაგრამ კოვიდის რეცეპტი გქონდა. მაგრამ სამწუხაროდ არ გამოვიყენე მას, იმიტომ რომ არ ვიცოდი პირადად იმდენად ახლოს. ხო და ეხლა რამე რეცეპტი ხო შევიდა მივცეთ სახელმწიფოდ. როგორ არა. მაგრამ აქ ძალიან საინტერესო ფაქტი თქვენ თქვით რომ აი ერთ ქუჩაზე იმდენი აფთიაქი ფსიქოლოგიურად ხალხში ჩაჯდა ეს ვეცეთ. კი, ფსიქოლოგიურად. და ის პიროვნება ამდენ აფთიაქს რო ხედავს ქვეცნობიერად უნდა არ უნდა რაღაცა გარკვეული ინფორმაციის მატარებელი რომ ეს არის შვება. აი აქეთ არის შვება. ალბათ ბევრ რაღაცის შემთხვევაში არ მარგრების საწინააღმდეგო. აფთიაქის პრობლემებს და დიდი ბიზნეს აფთიაქს უზარმაზარი ბიზნესია კაცო. ზოგი წაღმართიან, ზოგი უკუღმართია. ვიცით ყველა მათ სახელები ჩვენ სამ ქვეყანა მიცის მათი გმირების შესახებ. ახლა ჩვენ ამ ბიზნესში არაფერს ვერ ვჭით. მაგრამ არის აგერ უფრო იაფი საშუალება და ერთი რა უჯდება ადამიანს ამის მორჩენა ბატონოგი ოჯახური პირობებში. აუხსნა ჩვენს მაყურებელს. ესეც რა თუ ეს ესე თქვათ მასიურად გაკეთდა, შეიძლება 10-15 ლარი დაუჟდეს. მაქსიმუმ. და თქვათ კაც რომელსაც არ შეუძლია თავის სახლა გამოსვლა აქ ტელევიზორ და უყურებ ჩვენ გადაცემას. აი არის ასეთ სოფლები ჯერჯერობით. ხო და იმ არა უნდა გააკეთოს ადგილზე სახსპირო. თქვენ გქონდათ აი მაშინ რომ იმ წელში წავიდეთ და ესე იგი რეცეპტი რომელიც აღჭირდებოდა და ასე რომ ვთქვათ წამლის გაკეთება. ცოტა რთულია ზოგადად ეს მაშინ უნდა გავაკეთოთ კიდე ცალკე რამდენიმე გადაცემა. იცით რა საინტერესოა, მე მყავს პაციენტები საზღვარგარეთ, ცხოვრობენ ევროპაში, ამერიკაში და რომ ვასწავლი, იმიტომ რომ მე საქართველოში ვარ, მივდივარ, იმიტომ რომ ვერ ვტოვებ ჩემ პაციენტებს, იმიტომ რომ პაციენტი იწერება თქვათ რამდენიმე თვით ადრე. და მე მოვიდე სამსახურში ძრის მოვა თქვა თავის რომელ რაიონიდან და მე იქ არ დავხდე მე მოსწრება საუბრის როცა ერთ-ერთ ეროვნულ შესაუბრებად ბატონია სწორედ ჩემი ტელეფონით და პირდაპირ კამკაცმა გამოაცხადა რომ თუ ჩაუმზადებით ჩემთანო ახლა ქალაქს არ დავასახელებ ტრაბინა როგორ ჩაუმზადებით მილიონერი ბრძანდებით უკვე გიამოთხრა მე ისაც რომ მილიონერი ჩემი პაციენტებით მილიონერი პაციენტები ყავს ყველა მილიონის ვირჩემი ჩემი პაციენტი ეს იყო უარის იქვე გამოცხადა სასტიკი უარი რატომ ვამბობ მაგას იცით უსნე გადავიღეთ პატარა კლიპი გადავუგზავნე იქ სოფერი ჩანს როგორ უნდა გააკეთეს ზოგადად თავისთვის სამალი
გადის 1-2 კვირა და მირეკავს ან მიწერს ტელეფონით რომ აი ესე გავაკეთე და ვხედავ რომ ცდება. არასწორად აკეთებს. აი ცოტა უცნაური თემა არის. იცით რატომ გეტყვით? აი ფსიქიკაში აი ამ აპტიაკების გამო შეიძლება. არ უჯდება ადამიანს რომ თურმე ესეთი იოლია გასაკეთებელი წამალი თავის. ეს როგორ მიშველის? ხო. აი მინაიდან ყველა და ყველაფერი მართული არის იქეთკენ. რა გამახსენდათ, იცი რა ცოტა გამხიარულდეთ. კი ბატონო. გამახსენდა მიხეილი ჭიაურელი იყო დიდი ქართველი რეჟისორი. ხო და მამამისი ედიშერი ქვიოდა, ჩემი სახელმოსიარე იყო, ჩემო იყო მეკუბო თბილისში. ხო და მიხეილი ჭიაურელი წერს, მე პატარა ბიჭოთი და თბილისში ასე ყოფილა მაშინ 19 საუკუნეში. ასეთი რამ ყოფილა წესად მიცვალებული რო გადაიცვლებოდა ამის შემდეგ იმ დღეს მქონდა ტყუპო. დაგზავნდა რამოდენიმე საათით ადრე. ხო და მე ცხენი და ტაჭკა მყავდა რა დავადებდიო კუბოს მომაჩელი ვაგეთებ მქონდა ოქჭეობა და ერთ დღეს უძილო ვიყავიო. ხო და დავადევი ეს კუბო და ცხენი მიჩვეული იყო სადაც ბევრი ხალხი იყო მიდიოდა იქ. ხო და დავადევი ეს კუბო და მიმახსო და ჩამეძინა უკოფოზებს ვზივარო ჩამეძინა და გამომეღვიძა უბედურება ზას მის ჩემს უამრავი ხალხი შევხედე თუმცა ხორცილში შესულა ის რაკია კუბოიანი ცხენი ხო რატომ ლაპარაკობ აბსოლუტურად მართალი ხა ის ინსტინქტების საფუძველზე ხო ინსტინქტების საფუძველზე მოქმედებს ცხოველი ხო ცხოველთა სამყაროს წარმომადგენელი არის ადამიანი ოღონ მას აქვს განვითარებული აზროვნება და გონება მაგრამ იმდენად და აჩლუნგეს ფაქტობრივად სპეციალურად ხდება ამის მიზანმიმართული ქმედება აქეთკენ რომ შენ როდესაც ელაპარაკები ეს ასია და უმტკიცებ რომ ეს სიტყვაზე ლაპარაკობ შავია ის გელაპარაკება არა ბატონო ესაა თეთრი და ამის არაერთი და არაორი მაგალითი გქონდა დღევანდელ დღეს არის აფრიკაში ესეც სახელმწიფო კაბო-ვერდე ხორცები და ერთ ხალბატონო ქონდა მიწერ-მოწერ ბატონ გიას და ის რა არის თავარი საერთოდ არის უდაბნო და არა აქვს ბალახი ბალახი უნდა მიცა ესე იგი ასოთად გაუგზავნა წამალი როგორ ჩაიტარეს ჩიქამდე არის წვეთები თავის მაგიური წვეთები და არა შაქარზე დავამზადა შაქარი გადავიდა ამ ქალმა ერთი წვით გარკვეული ხნის მერე მოწერა რამენად მოაშორები ეს ბალახი აქ ნახა რა მოხდა ამ ქალს პოპარა მეზობელი იქ მე ბალახი ეს ის რა ქვია წამალი თუ რაღაცა და გადაუარა მის კარმინდა მოსამ ბალახმა რომ ამ უდაბნოში კაცმა ვეღარ გაიგო ვერ სასწავლა და სიმდრო თუ რამე იყო ქვენს რომ ყველა მის ბალახი შემოდრა სიცხეზე შეწუხებული ხო და არის ხა მომაშორია ახლა მას ასეთ რაღაცას ხდება ხოლმე ამიტომ ძალიან აუცილებელია ამ წამს გამოგეთ მაინც არ მითხარით ამ რეცეპტის მიახლოებითი ვარიანტი მაინც გეტყვით მიახლოვეთ იქ შედის ალბათ 75 კომპონენტი არა გლეხი ვარ მე ვარ რაღაცა ახლა ვერ დავასახელ ყველა კუთხით ერთად ზარჩეთს რა დავასახელებ და ვარ რაღაცა პოსოფელში მაბადიოს ღმერთმაც და სოფელმაც და არ მაქვს საშუალება რომ ჩამოვიდე და ეს წამალი ვიყიდო სადმე აპტეკიც არ არის გაშლი არის სოფლებსაც არ არის აპტეკები ესე ერთი გადაცემით ვერაუხს იმაგას დრო ჭირდება როგორ და უნდა აიღოს თავისი ნერწყვი თავისი სისხლი ერთი წვეთი ნერწყვი ეს ნერწყვი და სისხლი ზოგადად შეიძლება შარდიც ზოგადად მატარებელია იმ სულ პროცესების რომელიც ჩვენში მიმდინარეობს და ხო გეუბნით იქ რაღაცა გარკვეული იდეალური ინფორმაცია დევს და რაღაცა გარკვეული პრობლემა შეიქმნა იგივე ვირუსის საშუალებით ან ბაქტერიის საშუალებით რომელიც შემოვიდა ორგანიზმში ახალი რომელსაც ორგანიზმი არ ფლობს და ორგანიზმი რო არ ფლობს უნდა მიიღოს ინფორმაცია ზოგადად ღებულობს კიდევაც რომ ეს მტერია და მტერს რო თქვათ მოერიოს უნდა გამოიმუშაოს რაღაც გარკვეული ნივთიერება რომელიც მოერევა ამ მტერს მაგრამ ეს ნივთიერება სხვადასხვა მიზეზების გამო რატომღაც არ გამოიმუშავა ორგანიზმი არ იყო ინფორმაცია და როდესაც იღებ ნერვს იქ დევს სრული ინფორმაცია იმ პროცესების რომელიც შიგნით მიმდინარეობს და როდესაც უნდა ამოიღო ეს ინფორმაცია როგორ უნდა ამოიღო უნდა გააზავო
რაღაცა იტალიან წყალში და მე უნდა გააზავო და დარჩება მარტო ენერგია ამ თქვა მე რამდენი გაზავება შეიძლება დალიოს მე 7 ვუყე წამალია შეუძლია ეს დალიოს ამ რა დარჩა მისგან სპოკოლებს გადაასხამს ერთხელ მე-6 და მე-7 რო ჩაასხამს წყალს სხვა წყალს ასხამს დალევს უკვე ეს კაცი მორჩენის გზაზე გამოსწორების გზაზე ესე რო დალევს ამ წყალს მიიღებს აი ამ ელექტრომაგნიტურ დავარქვათ ისე ელექტრომაგნიტურ ველს რომელშიც ძდებს ინფორმაციას სრული ორგანიზმის ფუნქციაზე და ორგანიზმი უკვე მტერს გამოიმუშავებს იმ პროდუქტს იმ აგენტი შედის შიგნით ორგანიზმში რომ იმ მტერს მოერიოს ეს იმუნიტეტს აძლიერებს ну ესე ვთქვათ ხო იმუნიტეტს აძლიერებს მაგრამ კონკრეტულად ზოგადად რომ დღეს ორგანიზმს უჭირს ხო ამიტომ ხალხი რომელიც ასეთ სიტუაციაში შემთხვევით მოხდა ჩვენ გადაცემაზე ნახეთ გამოიყენეთ ეს მაგრამ მარტო თუ გაქვს საშუალება რომ მიაკითხოთ ასე რომ ვთქვათ ჰომეოპათიური აფთიაგებს არის ასეთი აფთიაგები იქ გუნდალის ამ საშუალებით თუმცა ძალიან უსაფრთხოა არაფერს არ ვნებს თვითონ ქიმიის გრამი არ არის იქ ესაა ყველაზე მეტი მთავარი რა ეცეთ ძალიან ბევრი ნუ ექიმი მოდის ჩემთან სამკურნალოდ არა მარტო ჩემთან სხვა ჰომეოპათებთანაც და მაინც ფსიქოლოგიურად ეს ინფორმაცია უდევთ რომ ეს არის ქიმიური და რომ ეკითხება აი რომ დავლიო უარყოფით რამეს თუ გამოიცევს და რომ უხსნი რომ ეს სამალი თლიანად რო დალიო არაფერი მოგივა იმიტომ რომ ერთი დალევა არის ერთი ენერგიის ისე თქვათ სხივის მიღება მაგრამ ხშირად რო დალევ ის უკვე გროვდება ერთი შეკითხვა დამჭირდება ბევრი შეკითხვა ძალიან თქვენ ვისაუბრეთ ტაჯიკ პატარა ბიჭს რომელიც კურნელობდა თქვენთან და ქონდა ესე იგი კიდურების დამბლა ჩვენ რამდენიმე თვისნასკან ჩვენ რა მდგომარეობა ახლა მის ძალიან კაი მდგომარეობა რომელიც არჩება არსად მის ოჯახო ვერ მოარჩინა ვერსად სადაც წაიყვანა $100,000 თანხად დასგასწრა არა მაგ მე $100,000 კი $1 მილიონი ის ოფიციალურად ინტერნეტი რო გახსნათ და რო დაწეროთ ზოგადად კუნთების ატროფია ხო კუნთების ატროფია კი რომელიც ნო გენეტიური ითვლება და წამალი ამერიკელ გამოიგონეს რუსეთშიც ყიდია იყიდება ეს რომელიც ღირს $1 მილიონი და მე მყავდა პაციენტი ევროპიდან რომელიც ძალიან კარგად არის დღესაც მე შემიძლია ტელეფონში მე განახოთ მაგის ბოლო წერილი და მე 100 ფული არ მქონდა მაგრამ ჩემ გვერდზე ვიღაცა იყო კაცი ვიღაცა სპორტსმენი რომელიც ეს ფული დააგროვა იყიდა ეს სამალი და შედეგი არ მიიღო. უბრალოდ. არის შეიძლება. ეს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კი, მივდივართ, აუცილებლად ძალიან რთული დაავადებებია, მე გავაფრთხილებ, ნუ წინასწარ, რომ ჩვენში დაგჭირდეს აქ ბრძოლა რამდენიმე წელიწადი. და ეს ყველაფერი გამოიწვევს პატონეს როგორც პათოლოგია აღნიშნა, როცა გადაცემას ცოტა მიუყვებით და საუბრობთ ამ შესახებ. ყვების შედეგი ქიმიური პროდუქტები მომწავლული პროდუქტები ეს ერთ-ერთი ვერსია არის იმიტომ რომ ეს ნამდვილად გენეტიური დაავადება არ იქნება არ იქნება რატომ გეტყვით ჩვენ საკმაოდ კარგად ჰომეოპათებს შესწავლილი გვაქვს ეს გენეტიური დაავადებები და ისეთი ძალიან საინტერესო თემა არის ეს გენეტიკური დაავადებები აი ჩემს ვთქვათ წინაპარს უკმინა ძაღლი და ეს შხამი ხო შევიდა ორგანიზმში და ნუ არ განვითარდა ზოგადად გადაუვარა ეს უაფერი შეხორცდა ეს ნაკმენი და ეს ნუ ინფორმაცია ორგანიზმში უყედებს და შეიტანა თავისი ცვლილებები და შეიძლება მე რამდენი თქვათ მულში მოხდეს ეს პრობლემას გაგვიძება და დაიწყოს დაავადებები და ჩვენ გვაქვს სწავლები რომელიც აი ამ შემთხვევაში ვიყენებთ და იგივე არის, ნუ თქვათ იგივე ვირუსი პრაქტიკულად. და აი თქვენ რო ბრძანეთ, რომ ეს არის გენეტიური, თქვათ ან თქვათ სხვა მიზეზი. ჩემი აზრით, მაინც ეს უაფერი მოდის დაბინძურებულ საკვებში. ხო, მაგას ვამბობ ზუსტად კი. და მით უმეტეს ამბობენ სოფლიოში დაბინძურებული ახლა ყველაფერი. აგერ წინა გადაცემაში ვლაპარაკობდით ამ მაზუტის შესახებ. ისეთ ცვლილებებს შეიტანს ეს. უზარმაზარ ცვლილებებს შეიტანს. ამიტომ მეგობრებო,
ბრძოლა წინ არის, ესე იგი, ჯერ გასაწმენდია შავი ზღვა და მერე დანარჩენი ოკეანები და ზღვები და ამასთან ერთად დასამარცხებელია პანდემია, რომლის წინაშე შეიძლება დავდგეთ ძალიან მალე. ეცეთ ჩვენს გვიყურებს შვილები ყავთ, შვილიშვილები ყავთ, მე თუ არა ყავთ ეყოლებოდ და დღეს თუ ზოგადად აი ამ თემებზე ფიქრი არ დაისეს, ხვალ შეიძლება გვიან იყოს. ეხლა რამოდენად მართალი და დავამთავროთ ჩვენი რაცონა თავით ვარ მოაწყნე. დიდი მადლობა მადლობა გიხდით ორივე საინტერესო და კარგად ზანგები. დღეს ერთად ვიყავით და რა ვიცი, მოვალ შეხვედროთ. დიდი მადლობა თქვენ, ვინ ჩვენ გვიყურა.